რა მშვიდობის როგორ ხართ მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით ჩემო სიხარულებო ხომ ხართ კარგად ეს გუშინ ვიყიდე აი გადავედი უკვე ბუნებრივ ტკბილ პროდუქტებზე იმიტომ რომ არ მინდა რომ მოვიმატო მინდა რომ ისევ დავარეგულირო ჩემი კვება ამ ხრივ თორე ისე დარეგულირებული მაქვს უმაღლეს დონეზე კბილეულის მხრივ ვამბობ მე თორე ისე არ არის პრობლემა ძალიან გემრიელი მიწის ხვიდან ერთად კიდევ უფრო გემრიელია ძალიან ხდება მიწის ხვილი რაღაცები მაქვს საყიდენი ნახეთ ზეთი გამომელია ვია მოვიდა ახლა და კვერცხი შემწვის ასწრაფო თუ წავიდეს ისე შევუწვათ აბა უცბად ჩვენს და უკავაც დავდგათ გარეშე შემიძლია რა გამოვიწერო კიდე ახლა ისეთი კარგი სუნი აქვს რომ რა ვიცი მიცას ვიდეო შემხვდა გოგოება YouTube-ზე ხო და მაკიაჟი კეთებდა ისეთი მუქი ტონალური წაიშვა დეპრესია მქონი არასდროსო და დექში რომ ვიყო ალბათ მაშინ დამემართებაო ხო და ჩემ თავზე ვიფიქრე კიდე მუქი რომ ვიყო მაშინ დამემართება მიყვარს ჩემი ფერი და მომწონს თითქოს რა ვცხრა ზაფხულში ბუნებრივად რომ წახვალ და მიიღებ ბუნებრივ ფერს კარგია ცუდი არ არის კარგია მაგრამ ასე რა ვიცი სპეციალურად რომ მიდიან სოლარიუმებში და იფერავენ არა ვაიმე მომხრემა ყველაფრის ის მინდა Мария, ალბათ იქით არის. ხანი მარიკო. აბა ეხლა ასე აბა უნარეკო არ მინდა ნარექიანი ქიმიკი შევატანოთ
ახტილი დატოვეს, ნახეთ თავსახური და გამაგდა პური. მე თქო ჩემო მე უწევდი მის მე რაღაცებს საკეთებდი. აი ნახეთ. პური გაახმეს. გამეხადაო რა თქვი ესეთი კომენტარი მომივიდა რომ ჩვენ მდგომარეობას დავუბრუნდეთ თუ ანუ დღეში 2 ვიდეო გადავიღო. კი ბატონო გოგოებო მეც მომენატრა ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან ვიყავი გადავლილი და ძალიან აუცილებელი იყო ჩემთვის ეს 10 დღე დავისვენე ნამდვილად. გძნობ შინაგანაც რომ დავისვენე და ეს მინდოდა. ეს მიჭირდებოდა. არ გეგონოთ რომ ადვილია ყოველდღე 2 ვიდეოს გადაღება არ არის ადვილი. ჩემ გამოცდილებიდან გეუბნებით. როცა მოკლე წლები აკეთებ ამას ახლა 1 თვე და 2 თვე როცა აკეთებ ამაზე არ არის ლაპარაკი. წლები როცა აკეთებ საჭირო არის დასვენება. მოვუწყე ჩემ თავს 10 დღიანი დასვენება. ხოდა ეს აულებსაც არ ვაწევდი, იმიტომ რომ აი ერთი არ მიტოდა, რომ მომეფიქრებინა და მაგაში დამეხარჯა ენერგია. ძალიან კაი იყო. თან ის გამოვთე იმას არაფერი არ მოუღო. ეს არა მომივიდეს ჯერ პირველ რიგში. ბოლო დროს გადაფიქრებული ჭიქა. აი ამ ჭიქაში გამოჩნდება ლამაზად უფრო ისეთი გაფიანი და ლამაზი ყავა მოვადუღე რომ აი თანახეთ ზუსტად არის. ზუსტად. ეს ჭიქა არის ლამაზი, უბრალოდ არის არა კომფორტული. იმიტომ რომ აქვს განიერი პირი ძალიან. წავიდეთ. მაწონს ჯამხომი გოგოებო ორკოს სულ. მეტს არა. 2-3. აი დილით. მაგალითად თუ არ მინდა რომ ყავა დავლიო მშიერზე. Все. აბა დავლიე გოგოებო, ვინ დამაცა და ლაპარაკი. დია გავაცილე, წავიდა. ეხლა საუზმეს ხონა დავანაყრო ყველა. ზოგს რა უნდა, ზოგს რა უნდა. მათე? კიტრი გინდა? კიტრი.
არა. ეხლა ნიკას მომზადებთ. მოსათიკენ გადმოვდგა და ისე შევამოწმებ. ასე. და სალათი მოვამზადოთ. შეკვეთა უნდა გავაკეთო ორი ნაბიჯიდან რომ გამოვიძახო რაღაცეები. ოი, სხელი ყოფილი. კიტრი და პამიდორი ჯობია რომ იყიდო შენ თვითონ და არჩიო, იმიტომ რომ ანუ შენ თვითონ რომ არჩიო გოგოებო. მაგ შემთხვევაშიც კი ვერ არჩევ, არ არის კარგი. ბოსტნეული ვერ ნაბიჯში. და ეხლა რა თქმა უნდა თანამშრომლები ესე არ გადაყვებია, ხო? ამიტომ ჯობია რომ კიტრი და პამიდორი საერთოდ ბაზარში იყიდოს ადამიანმა, მაგრამ ვერ ვახერხებ ბაზარში წასვლას. მათე თითქოს გაიზარდა, მაგრამ პატარაა მაინც, არ მომდებს, იღლება. ნაიცი, მეწუწუნება მერე. და მეჩენია ხოლმე რომ ისე ვაქვიყიდო. ახლო. ნაბიჯში მომდებს. პატარა ხაფუც დავაჭრათ. აბავია გოგოებო მსოფლიოში. ისრაელში რომ ომი დაიწყო და უკრაინაში ისეთი ძალიან მინერვიულე, რომ ბავშვებს რომ უყურებდი, ჩვენ ბავშვებსაც გარეთ მეშინოდა და რო აქაც არაფერი არ დაწყებულიყო და მეტირებოდა. ისეთი სუდად ვიყავი. ეხლა ბირთვულ ომზე რო არის აპარატი, ხო? და უკვე ამერიკა ჩაერია ამ ყველაფერში, ну ძალიან შეშინებულები არიან. მე არ მეშინია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბირთვული ომი არ იქნება. ერთი არ დავუშვებს ამას. ომი რომელიც იქნება, უკვე იქნება ღვთისგან. ასე მგონია. ამჯერავს. ცოტაც ძალიან არ მინდა ხოლმე რომ გამოვაშრო. ასე რომ მიგეშლიათ. ჩემს სიხარული. შეგეშინდეს.
ესეც ესე. ნახეთ. გემრიელად გამოიყურება. არ სჭინდება ნიკას ეს. და რაც უყვარს იმას უკეთებ. ისიც რა უყვარს, ის მიითვას. რა სიტყვით, გოგოებო.